კანალქვეშ თქვენ მანქანა, ბენტლი ან და ოპელი, მე იაბო თოვლისფერი, ფეხქვეშ ბელტი სოფელის, თქვენ ბაჯაღლოს ცეფოჭკები უჯროთ ჯრებით, აკათით, საპირჯვარე საქართველო მე უფლისგან ნახატი, თქვენ კანარი, მაიამი, უნგრეთი ან ვლახეთი, მე ირმების სიმაღლიდან დანაყული კახეთი, თქვენ ბანანი, კივი, მანგო, ტანგო, მილიონის გზავნილიც, მე პატარძლის ხელით კარგო მოკრეფილი, მწვანილი, თქვენ ქვეყნიდან მიuliნება რომედება ხარჯ-ხარჯად, თქვენ ფრანგი და მე ქართველი ქალი ლოყებ ღაჟღაჟა, თქვენ ხამანწკი ლოკოკინა და გომბეშოს ფეხები, მადამიცის დამიჯერეთ საღერგელის აშლამან, მე კი ისევ დედასპური, წვადები და ხაშლამა. აი რა განსხვავება მე და თქვენსან მათ შორის, ჩვენ მართლები და ისინი სწორი, როგორც გაზონი, გარეთ გეისვეც კი პარაც მირჩევნია. მაწონი გაგიმარჯვეთ რუსთაველებო დაბრუნდება სიბზნით გაჟღენთილ ზისჩხევებს მოხფენს ქალაქ შოთაისუნი ნათელი ხოთ მეგობრობის უკტავ სავანეს ყველამ დაუნთოთ გულში სანთი პირველ რიგში ჩემს რუსთაველებს რუსთავ ქალაქობას ეს კარგი და ლამაზი დღესასწაულია ჩვენი ქალაქისათვის სამწუხაროდ დღეს ჩვენ წერლები გარიყულები ვართ რუსთავში მოღვაწე წერლები არა და ძალიან სოლიდური ძალა აგერ როგორც ხედავთ საკმაოდ ძალიან და მარტო ამაზე არ არის ძალიან შესანიშნავი პოეტები და მწერლები ყავს რომელიც ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ ერს დაამშვენებდა მაგრამ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობამ ბოლო წლებში აირჩია იგზა რომ უგულოყოს წერლობა ამის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ აგერ დაგვიკეტეს მწერალთა სახლი. დღეიდან ჩვენ უკვე ღმად ვარ დაწუნებული, რომ რაკი მოვიდა ახალი ხელისუფლება, ხალხის ხელისუფლება მოვიდა. ჩვენ დაგვიბრუნდება ისევ ჩვენი სახლი, ჩვენ ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და ჩავდგებით ჩვენი ერის სამსახურში. დღეს ახლა ეს ალბათ ერთგვარ რაღაც პროტესტის ზნობაც არის იმისა, რომ ქალაქი ხსეიბოს ჩვენს გარეშე და ნებისმიერი ერი ამაღობს თავის მწერლობით, თავის კულტურის, თავის ხელოვნებით. ეს ჩვენთვის გაუგებარია. სამწუხაროდ რუსთავში არ გვაქვს ადგილი, სადაც შევიკრიბებით და ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენს ნაწარმოებებს და გვექნება ერთმანეთთან ურთიერთობა, ასე რომ ვთქვათ. და კარგი იქნება თუ დაგვიბრუნებენ სახლს და მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცას მივაღწიოთ და ერთმანეთთან ურთიერთობა გქონდეს. აქ ტარდებოდა ძალიან საინტერესო ღონისძიებები. შემოქმედებითი მხატვრები იყვნენ, მუსიკოსები, მარტო მწერლები არა. და ძალიან კარგი იქნება ამ შენობას თუ ან ამ შენობას დაგვიბრუნებენ, ან სადმე ექნება მწერლობას თავისი პატარა ადგილი, სადაც შეიკრიბება და ძალიან ძლიერი მწერლები ყავს რუსთავში, რომელსაც მარტო რუსთავი კი არა, საქართველო უნდა იცნობდეს აუცილებლად.